ბევრი გვაქვს ძალიან საამაყო და მათ შორის ერთ-ერთი საამაყო სახელი და გვარი არის ის, რაც უნდა გავაჟღერო ახლა ეროსი მანჯგალაძე, რომელიც თითოეულ ქართველს ძალიან გვიამაყება 100 წლის იუბილეს კიდევ ერთი შემოქმედებითი საღამო მიეძღვნება მის 100 წლის იუბილეს და ამჯერად ქუთაისში გაიმართება ეს საღამო. ეს არის სპექტაკლი საღამო, რომელშიც ეროსი მანჯგალაძის სასცენო პარტნიორებიც მონაწილეობენ. ნიკოლოზ წლუუკიძე რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად გვიამბობს ეროსის შესახებ კაცზე, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა, ვიდრე ქუთათურები ნახავენ სპექტაკლს, მანამდე ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ილურიძე მათ რეპეტიციას დაესწრო და ვნახოთ როგორია მზადება ეროსი მანჯგალაძის საღამოსთვის. მოგესალმებით, ვიხსენებთ ეროსი მანჯგალაძეს მსახიობის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. მაყურებლის დიდი სიყვარული და გამორჩეული ეპოქა, რომელიც ქართულ თეატრში შექმნა. მას ეროსი ერქვა და 2025 წელს 100 წლის გახდებოდა. მხოლოდ 56 წელი იცოცხლა, თუმცა ეს საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ მასზე ნახევარი საუკუნის შემდეგაც მოეყოლათ. 13 სექტემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე მსახიობებთან ერთად ეროსი მანჯგალაძის შესახებ გვიამბობს კაცზე, რომელსაც როგორც ვთქვით, სიცოცხლე ძალიან უყვარდა და მოვისმენთ ისეთ ისტორიებს, რომელიც Google-ში არ იძებნება. ახლა ჩვენ სწორედ ამ რეპეტიციას ვესწრებით. აქ იმყოფებიან ნანული სარაჯიშვილი, მარინა კახიანი, ნანა ფაჩუაშვილი, ქორეოგრაფი, ასევე კომპოზიტორი და ცხადია რეჟისორი და საღამოს სულის ჩამდგმელიც ნიკოლოზ წულუკიძე და ახლა მათგან გავიგებთ თუ შეიცვალა თუ არა რაიმე, მათ უკვე ქონდათ ერთხელ ეს წარმოდგენა და სპექტაკლი რუსთაველის თეატრში და ვნახავთ ახლა რას ნახავს უკვე ქუთაისელები და რა ელოდებათ ლადო მესხიშვილის თეატრში. თიკო კორძაძე, რეჟისორი ამ ყველაფრის. თიკო, მოგესალმებით. მოგესალმებით. მიმდინარეობს რეპეტიცია და ჩვენ ესე რაღაცნაირად შემოგეჭერით. რა ხდება, როგორ მიმდინარეობს? მზადება ეროსი 100. რეპეტიციები მიმდინარეობს დიდი თავგანწირვით, თავდადებით, ემოციებით და ძალიან ველოდებით მაყურებელთან ქუთაისში ქუთათურებს ხვდებით და ესეთი საჩუქარი გვინდა რომ ჩაუტანოთ აი სპექტაკლი და რა ვიცი, მზადება არის ასე ვთქვათ 100 გრადუს ცელსიუსი. ისევ სადგურში ვითარდება, ხო? მოვლენები ვითარდება, მოვლენები, აი ესეთი უჩვეულო გარემო. გვაქვს აქ არ არიან უბრალოდ მსახიობები, ესენი არიან პერსონაჟები, რომლებიც მოგუყვებიან ჩვენ ეროსის ამბავს. პატარ-პატარა ისტორიები გაცოცხლდება აი აქ სადგურზე, სადაც ძალიან ბევრი მილეთის ხალხი ირევა და ამ სადგურს ყავს გენიალური გამცილებელი. დანარჩენს უკვე გავარკვევთ გამცილებელთან. მადლობა, თიკო. ნიკოლოზ, ძალიან დიდი ბოდიშით მოგესალმებით. მე მსახიობებთან აუცილებლად გადავალ კითხვით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი როლი და სასცენო პარტნიორობა ჰქონდათ ეროსისთან, თუმცა მანამდე უნდა მოვისმინოთ, რას ნახავს ქუთაისელები, ვისაც არ უნახავს რუსთაველის თეატრში და რას მოისმენთ. ქალბატონი ნანა ამბობდა, რომ ძალიან საპასუხისმგებლოა ქუთაისში წასვლა. მით უმეტეს ეროსი იმერეთიდან იყო, სამტრედია ქუთაისი რამ გაყო და ჩვენ აი ეროსის მშობლიურ ხარაში მივდივართ და ვყვებით იმ ამბებს, რომელიც მისმა უახლოესმა მეგობრებმაც პირველად გაიგეს და დარწმუნებული ვარ რაღაცა გასაოცარი სანახაობა ელოდებათ ქუთათურებს და ის დიდი სიყვარული, რომელიც შედგება ხოლმე ჩვენი ერთობლიობით, კიდევ ერთხელ გამეორდება მესხიშვილის. და მატარებელი ისევ გავა სამტრედია თბილისი? აუცილებლად, აუცილებლად. მადლობა. იცით რა, მე ძალიან მადლიერი ვარ იმისა, რომ აი ძველ თაობას, ვინცაც ჰქონდა შენარჩუნებული და გაკეთებული ოქროს ხანა, აი მის გახსენება სწორედ და იმას მიესადაგება დღევანდელი ჩვენი საღამო სიყვარულით სავსე, იმ მოგონებები და ნოსტალგიით და ბატონი ეროსი რა თქმა უნდა თავშია, იმიტომ რომ ის გარდა იმისა, რომ იყო არაჩვეულებრივი მსახიობი, აი იმდენად არაჩვეულებრივი პიროვნება და პიროვნებას ყოველთვის დიდი ადგილი უჭირავს და მადლობელი ვარ. ჩვენ ნერვიულობთ, ღელავთ, რა თქმა უნდა, ქუთაისი ისეთი თეატრალური ქალაქია, რომ მასზე მართლა დიდი საპასუხისმგებლოა გასტროლია თუ სპექტაკლი თუ სცენა. ძალიან დიდი მადლობა. უნდა ვკითხოთ ქალბატონ ნანული სარაჯიშვილს, რომელიც მე მგონი სადგურში იმყოფება და ელოდება ხო მატარებელს ქალბატონო? ელოდები მატარებელს. ძალიან მიხარია რომ ბატონ ეროსის დღე ქუთაისზე გველოდება.
მე პატარა ნაწყვეტს თამაშობ უჩინმაჩინის ქუდიდან, იმ არაჩვეულებრივი ტელედადგმიდან, რომელშიც არაჩვეულებრივი იყო ბატონი ეროსი და მეც ძალიან მიხარია, რომ ვღებულობ მონაწილეობას ამ საღამოში, იმიტომ რომ ბევრი მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ რუსთაველის. როგორ გაიხსენებდით რუსთაველის თეატრში გატარებულ წლებს? მასთან არაჩვეულებრივი იყო, აი როგორც პატარა ბავშვი ისეთი იყო, იცით, ისე გვეხაროდა ყველას რომ შემოვიდოდა, რადგან ბატონო ეროსი იქიდან აქედან გარშემო დავატყავდით ხოლმე წრეს და შუაში ჩავაყენებდით და გვეხაროდა რომ ის გველაპარაკებოდა ჩვენ. აი როგორც თანატოლებს ისე არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ნუ ბატონი ეროსის არტისტობაზე აღარ არის ლაპარაკი, როგორი არტისტი იყო, ყველა მიცის, მაგრამ როგორც ადამიანი იყო, აი არაჩვეულებრივი. ძალიან ნახავენ სპექტაკლზე მისული მაყურებლები და ახლა კადრში მაყურებელი ხედავს ქალბატონ მარინა კახიანს, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მან უნდა შეასრულოს ცეკვა, მოდი თვითონ გვეტყვის ამ ყველაფრის შესახებ. მოგესალმებით ქალბატონო მარინა, ხელს გიშლით, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრათ, თქვენ არ გქონდათ შესაძლებლობა რომ სასცენო პარტნიორი ყოფილიყავით, თუმცა ამ მხრივ რაღაცნაირად დაუკავშირდით, ხო? დიახ, ისე მოხდა, რომ მე დიდი ეროსის გვერდით ვერ მოხვდი რუსთაველის თეატრის სცენაზე, სამწუხაროდ პარტნიორობა ვერ გაუწი, წლებში მოხდა აცდენა, მაგრამ მაინც მოხდა აი ამ საოცარი სპექტაკლით, რომელიც რაღაცა მართლაც ბატონი დიდი ეროსის სულით არის გაჯერებული, მისი ნიჭით არის გაჯერებული, მე მაინც აღმოჩნდი მისი პარტნიორი ამ სპექტაკლში, რათა ძალიან იცეკვებთ რა? ბედნიერი ვარ, ვიცეკვებ კინტაურს, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მე ქალბატონის სოფიკოს კინტაურს არ ცეკვავს. ბატონმა გიგი ლორიამ მე ვიტყოდე ასე ფანტასტიურად გააკეთა რაღაც ახლებური კინტაური, ძველის და კლასიკურის და თანამედროვე შერწყმით და მე დიდი სიამოვნებით ცეკვავ ამ კინტაურს და საერთოდ აი ამ სპექტაკლში დიდი სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას ამ ზეიმში, ასე ვიტყოდი. და დიდი სიამოვნებით იხილავს ახლა ჩვენი მაყურებელი თქვენს მიერ შესრულებულ კინტაურს. მადლობა. გიტოვებთ ცეკვას და მე შეგახსენებთ, რომ ქუთაისელები უნდა მოემზადოთ გულწრფელი ემოციები გელოდებათ ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში ეროსი მანჯგალაძე 100 წლის აი ამ საღამოს ნახავთ და მოისმენთ ეროსი მანჯგალაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვან ეპიზოდებს. კეთი ურიძეს დიდი მადლობა და ალბათ დამერწმებით, რომ ნამდვილად არაჩვეულებრივი საღამო იქნება 13 სექტემბერს ქუთაისში ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში. ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ბილეთები და გსურთ რომ დაესწროთ ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებას და კიდევ ახლოს გაიცნოთ ქართული ლეგენდა, შეგიძლიათ რომ ბილეთები შეიძინოთ TicketJet-ზე, იმიტომ რომ ჯერჯერობით ამის საშუალება ჯერ კიდევ გაქვთ, ასე რომ იჩქარეთ.